რა არის ასფალტი? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხართ, ოდესმე რისგან შედგება ის გლუვი და გამძლე ზედაპირი, რომელზეც ყოველდღე დავდივართ. ასფალტი იმდენად ხშირია ჩვენს ცხოვრებაში, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ მის გარეშე ჩვენი მობილობა და ინფრასტრუქტურა სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ამ თითქოს და მარტივი ფენის უკან დგას ათასწლოვანი ისტორია, რთული ქიმიური პროცესები და ზუსტი ინჟინერია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა არის ასფალტი? მოდით ერთად გავხსნათ ეს ნაზავი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ფორმას აძლევს. ტექნიკური თვალსაზრისით, ასფალტი არის ორგანული წარმოშობის შემკვრელი მასალა, რომელიც ძირითადად შედგება ბიტუმისგან. ეს არის შავი, ბლანტი და ძლიერ წებოვანი ნივთიერება და მინერალური დანამატებისგან, როგორიცაა ქვიშა, ნამსხვრევები ან ხრეში. ბიტუმი, რომელიც ნაზავის წებოს ფუნქციას ასრულებს, ნავთობის წარმოებულია, ან შეიძლება ბუნებრივად არსებობდეს დედამიწის ზოგიერთ ადგილას. ქიმიურად ბიტუმი არის მაღალი მოლეკულური მასის ნახშირწყალბადების რთული ნაზავი, რომელიც ძირითადად შეიცავს ნახშირბადს, წყალბადს, ასევე გოგირდს, ჟანგბადს და აზოტს. მას არ აქვს უნიკალური ქიმიური ფორმულა, რადგან მისი შემადგენლობა ნავთობის წყაროზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი სტრუქტურა განისაზღვრება ისეთი მოლეკულებით, როგორიცაა ასფალტენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიმყარეზე, და მალტენები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელასტიურობას. ნიშნავენია აღინიშნოს, რომ ასფალტი არის კომპოზიტური მასალა, ანუ ის მხოლოდ ბიტუმი არ არის, რადგან ასფალტის შემადგენლობაში აგრეგატების დამატებაც შედის. როგორც უკვე თქვი, მნიშვნელოვანი აღნიშნო, რომ ასფალტი ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება საფარის მასალაზე. თუმცა ასფალტის რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, CBUQ, რაც ნიშნავს ცხლად დამუშავებულ ბიტუმის ცემენტს, რომელიც გამოიყენება ჩვენს ქუჩებსა და გზებზე. ასევე გვაქვს CBUF, რაც არის ცივად დამუშავებული ბიტუმის ცემენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება მცირე რემონტებისთვის ნაკლებად დატვირთულ გზებზე, პოლიმერით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც ზრდის გამძლეობასა და ხანგრძლივობას და ასფალტი რეზინა, სადაც ნარევში გადამუშავებული საბურავებია გამოყენებული. მაგრამ როდესაც ასფალტი, ანუ ბიტუმი აღმოაჩინეს, ასფალტის ისტორია უძველეს ცივილიზაციებს უკავშირდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სუმერები 5000 წელზე მეტი ხნის წინ უკვე იყენებდნენ ბუნებრივ ბიტუმს წყლის რეზერვუარებისა და ტაძრების ჰიდროიზოლაციისთვის მესოპოტამიაში, ხოლო ეგვიპტელები მას იყენებდნენ თავიანთი ფარაონების მუმიფიკაციის პროცესში. და სიტყვა ასფალტი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ასფალტოს, რომელსაც ჰეროდოტე იყენებდა მკვდარი ზღვის ბუნებრივი საბადოების აღსაწერად. თუმცა, მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო ამ მასალის გამოყენება გზის საფარის დასაგებად. 1870 წელს ბელგო-ამერიკელმა ქიმიკოსმა ედმუნდ დე სმეტმა ნიუარკში, ნიუ-ჯერსიში პირველი ქუჩა დააგო თანამედროვე ასფალტით, ტრინიდადის კუნძულიდან მიღებული ბიტუმის გამოყენებით. მაგრამ, როგორც დღეს აწარმოებენ ასფალტს, მთელი პროცესი იწყება ნავთობის გადამუშავებით. ფრაქციული დისტილაციის დროს ნავთობი ცხელდება სამრეწველო კოშკებში და იყოფა ფრაქციებად, როგორიცაა ბენზინი, დიზელის საწვავი და კეროსინი. ამ დისტილაციის მძიმე ნარჩენი, რომელსაც ვაკუუმის ნარჩენს უწოდებენ, გადის ისეთ პროცესებს, როგორიცაა ვაკუუმური დისტილაცია ან პროპანით დეზასფალტაცია. სუფთა ბიტუმის მისაღებად ეს ბიტუმი შემდეგ ცხელდება დაახლოებით 150-180 გრადუსამდე და ერევა წინასწარ გამშრალ და გაცხელებულ მინერალურ აგრეგატებთან. ასფალტის ქარხნებში. ტიპური პროპორცია 5 ნაწილი ბიტუმი და 85 ნაწილი აგრეგატები. ანუ ბიტუმი მოქმედებს როგორც ცემენტი ან წებო, ხოლო აგრეგატები ქმნიან ასფალტის ძირითად მოცულობას. ამ ჰომოგენიზაციის შემდეგ ნარევი ჯერ კიდევ ცხელი 140-დან 160 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე გადააქვთ გამოყენების ადგილებში, სადაც მას მექანიკური რულონებით აჭერენ, რათა მიიღონ ერთიანი ზედაპირი. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი იწყება ერთსა და იმავე ადგილას. ნავთობში, დიახ, ასფალტი, რომელიც ფარავს მსოფლიოს გზებს, ნავთობ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტია და ამის გაგება მხოლოდ დასაწყისია. დავუბრუნდეთ თემას. რა არის ამ მრავალმხრივი მასალის გამოყენების სფეროები?
ყველაზე ცნობილი გამოყენებაა გზების საფარის მოწყობა, სადაც მსოფლიოში დაფარული გზების დაახლოებით 80% ასფალტით არის დაფარული. ეს გამოწვეულია მისი გამძლეობით, დატვირთვებისადმი მდგრადობით და სწრაფად შეკეთების შესაძლებლობით, მაგრამ მისი გამოყენება ამით არ შემოიფარგლება. სამშენებლო სფეროში ასფალტის მემბრანები ან ფენები აუცილებელია სახურავების, საძირკვლებისა და გვირაბების ჰიდროიზოლაციისთვის. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ასფალტის ფენა თავად ასფალტი არ არის, მაგრამ შეიცავს იმავე ბიტუმის ბაზას, რაც გამოიყენება ასფალტში აეროპორტებში. მაღალი გამძლეობის ასფალტი თვითმფრინავების წონას დეფორმაციის გარეშე უძლებს. ინდუსტრიაში ასფალტში გამოყენებული ბიტუმიანი მასალა გამოიყენება დანცავი საფარებისთვის, მილსადენებსა და საცავ ავზებში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს თავად ასფალტი არ არის, არამედ შემაკავშირებელი მასალაა. თუნდაც კაშხლებსა და ნაგავსაყრელებში ის მოქმედებს როგორც საიზოლაციო ფენა გაჟონვის წინააღმდეგ, მაგრამ რატომ რჩება ასფალტი შეუცვლელად? მისი უნიკალური თვისებები ხსნის მის დომინირებას. ის უზრუნველყოფს უმაღლეს მოჩიდებას, ხმაურის შემცირებას ბეტონთან შედარებით და მოქნილობას, რომელიც შთანთქავს დარტყმებსა და ტემპერატურულ ცვლილებებს ბზარების გარეშე. გარდა ამისა, ეს არის ყველაზე მეტად გადამუშავებადი სამშენებლო მასალა პლანეტაზე ამერიკის შეერთებული შტატების ასფალტის საფარის ეროვნული ასოციაციის მიხედვით. სადაც ასფალტის 99%-ზე მეტი, რომელიც რემონტის დროს მოიხსნება, ხელახლა გამოიყენება ახალ ნარევებში. ინოვაციები, როგორიცაა WMA, ანუ თბილი ნარევის ასფალტი, რომელიც შეიძლება დამზადდეს 20-დან 40 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ეს ტემპერატურა უფრო დაბალია ვიდრე ტრადიციული მეთოდით, ამცირებს CO2-ის ემისიებს. ხოლო დანამატები, როგორიცაა გამოყენებული საბურავების რეზინა ან პოლიმერები, ზრდის მის ექსპლუატაციის ვადას. თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. ნავთობზე დამოკიდებულება ასფალტს ფასების მერყეობის მიმართ გრძნობიარეს ხდის. ამიტომ კვლევები ეძებს მდგრად ალტერნატივებს, როგორიცაა ბიომასის ან მიკროძირებისგან მიღებული ბეტუმი. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი პირველი თეზისი ეხებოდა პოლიმერით მოდიფიცირებულ ასფალტს და იმას თუ როგორ შეუძლია მას შეკუმშვის მიმართ გამძლეობის გაზრდა. ამ კვლევის გამო ჩემი ერთ-ერთი პირველი ინტერვიუც მივიღე. განსაკუთრებით ექსტრემალურ კლიმატში ზების მოვლა ასევე საჭიროებს სპეციფიკურ შემადგენლობებს, მაგალითად ელასტომერებით მოდიფიცირებული ბიტუმის გამოყენებას მყინვარული რეგიონებისთვის. დაინახეთ, რომ ასფალტი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ქუჩების საფარი. ის არის ტექნიკური ევოლუციის 1000 წლეულების შედეგი. ეს არის რთული კოლოიდური სისტემა, რომელიც აბალანსებს გეოლოგიასა და ინჟინერიას, რეზერვუარების ჰიდროიზოლაციიდან დაწყებული მაღალი სიჩქარის ავტომაგისტრალებამდე. ის აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თითქოს და პრიმიტიული მასალა იყოს ადამიანის კავშირების საფუძველი. და სანამ ჩვენ ვეძებთ უფრო მდგრადი მომავლის გადაწყვეტებს, ერთი რამ ცხადია. ასფალტი კვლავ დარჩება ჩვენს ფეხქვეშ, ბორბლებზე და პროგრესის ოცნებებში. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, დაფიქრდი წევრობაზე, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე ჩვენი ვიდეოების ნაწილი. და თუ გაინტერესებს, რომ გაიგო ჩვენი რეკომენდებული კურსები, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული, რომ გაეცნო ჩვენს კურსების სიას. და რაც შეიძლება შენი რეზიუმე ახალ დონეზე აიყვანოს. აბა იცოდი რა არის ასფალტი. შენ ასფალტიან გზებს ამჯობინებ თუ ბეტონისას? დაწერე კომენტარებში. გვერდზე არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის შეტყობინება და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.